ჩვენი ბინიდან. ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით არსებული ვითარება განიხილეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს შეხვდნენ. საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა 2013 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირების კუთხით უნდა განხორციელდეს. ალექს პეტრიაშვილმა კი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არსებულ ვითარებასა და გეგმებზე ისაუბრა. დღეს ჩვენ შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 30-მდე ექსპერტს, ვინც მუშაობს და აქტიურად არის ჩართული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობაზე და ისინი არა მარტო ვთქვათ აკადემიურ წრეებზე მუშაობენ, არამედ ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, ისინი არიან ინფორმაციის გადამტანები, ისინი აკეთებენ კვლევას და მათთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ გეგმავთ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. წლევანდელი წელი ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან გამომდინარე არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ვინაიდან ჩვენ ველოდებით ასოცირების შეთანხმების უკვე ფაქტიურად პარაფირებას და მის მოლაპარაკებები დასრულებულია. ამიტომ ამ თვალსაზრისით საზოგადოების ცნობადობის ამაღლების კუთხით, რა თქმა უნდა, ნატოს მიმართულებით ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრის მუშაობა, იყო ადრე ძალიან ეფექტური და მომავალში კიდევ უფრო ეფექტური იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საგარეო პოლიტიკის მთავარი ვექტორი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ორივე ორგანიზაციის შესახებ და იმ გზის შესახებ, რაგზასაც საქართველო გადის, ინფორმაცია მაქსიმალურად მიაწოდებოდეს საქართველოს მოსახლეობას და საზოგადოებას.